გამარჯობა მეგობრებო. როგორც ჩემს წინა პოსტში შეგპირდით, გავაკეთებ ძალიან მარტივ ვიდეო გაკვეთილს, რის საშუალებითაც შეძლებთ, რომ ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით შექმნათ ვებსაიტი ძალიან მარტივად. ზოგადად დავწერე, რომ თუ ვინმე სურვილი გექნებათ, დაწერეთ კომენტარებში თუ ეს გინდოდათ თქო და ძალიან ბევრმა დაწერა, რომ დიდი სიამოვნებით ვნახავ ამ ვიდეოსო და მოკლედ მომიწია ვიდეოს ჩაწერა. ესე იგი, ვებსაიტის ასაწყობად გამოვიყენებთ ChatGPT-ს. დაგვჭირდება ასევე ვებსაიტი, რომელსაც ქვია netlify.com-ი, რომელსაც უფასო ვერსია აქვს. მოცემული ვებსაიტის აწყობა ChatGPT-ს უფასო ვერსიითაც შეგიძლიათ, მაგრამ მე გიჩვენებთ, რომ ზოგადად ფასიანი ვერსია იქონებთ, მაგრამ ეგეც რა თქმა უნდა პრობლემა არ არის. ყველაფერს დავალაგებ Google Docs-ში, სადაც იქნება პრომპტები და მთელი გაიდი თუ როგორ დაიწყოთ და როგორ მიხვიეთ ბოლოში და ეს არის სწორედ ერთ-ერთი ვარიანტი. უბრალოდ გახსენით ChatGPT და დააკოპირეთ შემდეგი პრომპტი Google Docs-იდან. პირველი პრომპტი არის ასეთი: მინდა შენი დახმარებით შექმნა სრულფასოვანი ვებგვერდი, ჯერ არ დაიწყო კოდის წერა. ჯერ იმუშავე როგორც UX UI დიზაინერმა, web developer-მა და ციფრული მარკეტინგის სპეციალისტმა. პროექტი არის ბრენდი ჭოპორტი სტუდიო, საქმიანობა ციფრული მარკეტინგის სააგენტო, ქალაქი თბილისი, სამიზნე აუდიტორია მცირე და საშუალო ბიზნესი, მთავარი მიზანი პოტენციური მომხმარებელისგან საკონტაქტო მოთხოვნის მიღება. სერვისები არის ჩამოთვლილი თუ რაც ექნება კომპანიას, მინდა საიტს გქონდეს და იყოს ორენოვანი, ქართული და ინგლისური, მთავარი გვერდი about სერვისი, პორტფოლიო, testimonials, ხშირად დასმული შეკითხვები და კონტაქტი. მითხარი როგორ უნდა იყოს საიტის სტრუქტურა, რა ინფორმაცია გვაკლია, რა CTA-ები გამოვიყენოთ, როგორ დავალაგოთ გვერდები, რა არის აუცილებელი იმისთვის, რომ საიტი იყოს რეალურად გამოსაყენებელი და არა უბრალოდ ლამაზი დემო. ჯერ მომეცი გეგმა და კოდის შექმნა მხოლოდ ჩემი თანხმობის შემდეგ დაიწყე. რა თქმა უნდა, ეს პრომპტი შეგიძლიათ თქვენი გემოვნების კუთხით გადააკეთოთ და თქვენ რისი შექმნაც გინდათ იმ კუთხით წაიღოთ, მაგრამ ეხლა სავარჯიშოდ აი ამ კონკრეტულს გამოვიყენებთ და მოდით მივცეთ ChatGPT-ს. რაღაცებს ავაჩქარებ ვიდეოში, რომ დიდხანს ლოდინი არ დაგვრჩირდეს. ესე იგი, კი ამ ეტაპზე კოდის საერთოდ არ შევეხები, ჯერ უნდა ავაწყოთ საიტის ლოგიკა, ისე რომ საბოლოოდ გამოვიდეს რეალური სააგენტოს საიტი. საიტის სტრუქტურა როგორ იქნება ჩამონათვალს გვაძლევს, about-ი, სერვისები, პორტფოლიო, ყველანაირ ინფორმაციას გვაწვდის. ასევე ქართულიც გაგვიკეთა და ინგლისურიც და გვეუბნება როგორი შეიძლება იყოს ვებსაიტი, მაგალითად ჭოპორტი.g ინგლისური ვერსია. რა ინფორმაცია გვაკლია? ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი კოდის დაწერამდე, პირველ რიგში გვიჭირდება ბრენდის პოზიციონირება. ახლა ვიცით, რომ ჭოპორტი სტუდიო, ციფრული სააგენტო, რატომ ჭოპორტი სტუდიო და ასე შემდეგ. ანუ ტექსტებზე გვეკითხება ბევრ რამეს. ამ კუთხით შეგვიძლია ჩვენ რომ ესეთი რამ ვუთხრათ, რომ ტექსტებისთვის გამოიყენოს ეგრეთ წოდებული დამი ტექსტებს ვეძახით, უაზრო ტექსტები, რომლითაც უბრალოდ ვებსაიტი უნდა შეივსოს და ესეთი რამ უთხრათ. ვაკეთებ შემდეგ პრომპტს. შემდეგი პრომპტი გვაქვს ასეთი საიტის შექმნა. ახლა შექმნილი პროექტის სრული ვერსია, მნიშვნელოვანი ტექნიკური მოთხოვნები, გამოიყენებ მხოლოდ HTML5, CSS3 და vanilla JavaScript-ი. ტექნიკურად ვინც ვერ რკობით ამ ყველაფერში HTML-ი არის სტრუქტურა გვერდის, ჩავთვალოთ რომ შენობის ფუნდამენტი, CSS-ი არის უკვე ფერები, შენობის გალამაზება და JavaScript-ი რა თქმა უნდა, ჩავთვალოთ რომ სისხლძარღვები არის ამ ყველაფრის. ქვევით გვიწერია რომ არ გამოიყენოთ React, Next.js-ი, Vue, Node.js-ი, MPA, Vite-ი. რა თქმა უნდა, ამის გამოყენება შეიძლება, როდესაც ხელოვნური ინტელექტით ვებსაიტს აწყობთ, მაგრამ ეხლა გვინდა ყველანაირი ტექნიკური ნაწილი გვერდით გადავდოთ, რასაც ძალიან ვეწინააღმდეგები ყოველთვის, მაგრამ ეხლა მინდა რომ უბრალოდ ტექნიკურ მხარეში ვინც ვერ რკობით, მარტივად შეძლოთ ვებსაიტის აწყობა. ამიტომ GPT-ს ვეუბნებით, რომ მხოლოდ ეს სამი ტექნოლოგია გამოიყენოს. დამატებით ვეუბნებით, რომ რა თქმა უნდა, დესკტოპზე კარგად გაიხსნას ვებსაიტი, მობილურზე და ყველა მოწყობილობაზე ლამაზი იყოს ვებსაიტის გახსნა და სწორად გაიხსნას, რომ Google-ის მოთხოვნებში ჩდებოდეს ეს ყველაფერი. სწორად ვიდეთ.
და რა თქმა უნდა, დასრულება ამ პრომპტის არის, რომ ყველანაირი ეს ინფორმაცია, ანუ ვებსაიტის კოდი მოგვაწოდოს zip ფაილად, რომელსაც შემდგომ გადმოვწერთ და ავტვირთავთ კონკრეტულ ადგილას, საიდან ჩვენ ვებსაიტს გავუშვებთ. ესე იგი, ვებსაიტის zip-ი უკვე მოგვცა, რომელიც შეგვიძლია ჩამოვტვირთოთ და ავტვირთოთ. ერთ-ერთი რატომაც გადაწყვიტა, რომ ჭოპორტის სტუდიო G არის ჩვენი დომენი, რომელიც ასე არ არის. ჩამოვტვირთავამდე გვაქვს კიდე რამოდენიმე პრომპტი, რომელიც შეგვიძლია რომ გამოვიყენოთ, სანამ საბოლოო ვერსიას ავტვირთავთ, ჰოსტინგზე და ვებსაიტს გავუშვებთ. ხარისხის შემოწმება. ახლა იმუშავე როგორც senior web developer და QA ტესტერმა, გადახედე შენ მიერ შექმნილ საიტს და შეამოწმე. რამდენად კარგად იხსნება ტელეფონზე სანავიგაციოდ, რამდენად კარგია და ყველაფერი რამდენად დალაგებულია. ბევრი რამ არის დაწერილი ციფრული მარკეტინგის სპეციალისტის პერსპექტივიდან და ასევე დეველოპერის მხრიდან, ამიტომ ჩათვალეთ ეს პრომპტები თუ არ ერკოვით ამ მიმართულებით, იმ ნაწილში დაგეხმარებათ, რომ თქვენი ვებსაიტი რაღაც დონეზე გამართული იყოს სწორად ციფრული მარკეტინგისთვის და SEO ძიებისთვის. იპოვე შესაძლო პრობლემები და გაასწორო ისინი. არ შეცვალო ვიზუალური სტილი, თუ ამას სჭირდება, თუ ამის საჭიროება არ არის. საბოლოოდ ისევ მომაწოდე განახლებული პროექტი. ვამით ამასაც. სანამ ამაზე იმუშავებს, გადავიდეთ მომდევნო პრომპტზე. საიტის ფუნქციონალი მომწონს, მაგრამ მინდა ვიზუალურად უფრო პრემიუმ გამოიყურებოდეს. არ შეცვალო არსებული ინფორმაცია სტრუქტურა, გააუმჯობესე ტიპოგრაფია და ასე შემდეგ დეტალები. შეგვიძლია ეს გამოვტოვოთ. თუ სიტყვაზე რამე არ მოგვეწონება, რა თქმა უნდა, შეგვიძლია შემდგომ თავიდან გამოვიყენოთ, მაგრამ გადავიდეთ დომენის დამატების პროცესზე. რეალურად თქვენ უნდა გქონდეთ ნაყიდი დომენი, რომელ პროცესაც ასევე გაგატარებთ ერთ-ერთ ვებსაიტზე, მაგრამ მანამდე უბრალოდ ვეუბნებით, რომ ჩავთვალოთ, რომ დომენი ნაყიდი გვაქვს და უგზავნით აი ამ დავალებას. ჩვენი სატესტო დომენი, რომელზეც უნდა ვივარჯიშოთ, არის ჭოპორტი.com.g. მანამდე მუშაობს ჩვენი GPT, რომ გაასწოროს გარკვეული დეტალები, დაველოდოთ და შემდეგ მივცემთ ამ კონკრეტულ დავალებას დომენთან დაკავშირებით. ესე იგი, კოდი განაახლა შეცდომებზე, მაგრამ საბოლოო დავალებას ვაძლევთ, რომ ეს ყველაფერი მოარგოს ჩვენს დომენს, ჩვენ საბოლოო დომენს და ამის შემდეგ უკვე ჩამოვწერთ ფაილებს, რომლებსაც ავტვირთავთ სპეციალურ ვებსაიტზე, საიდან ჩვენი ვებსაიტი გაიშვება. ამ ყველაფრის მითითება, რა თქმა უნდა, თავიდანაც შეგიძლიათ. როგორც გითხარით, პრომპტები შეგიძლიათ თქვენს გემოზე გადააკეთოთ და წინასწარ მიაწეროთ ის დომენი, რომელიც იყიდეთ ან ყიდვას აპირებთ და ChatGPT მაგის მიხედვით აწყობს თქვენს ვებსაიტს. ესე იგი, ვებსაიტი დაასრულა. ჩვენ ეხლა რაც დაგვრჩა არის ის, რომ ჩავიწეროთ ეს ჩვენი zip ფაილი. გირჩევთ, რომ დესკტოპზე შევქნათ რა ფოლდერი. მან ჩავით, რადგან როდესაც ატვირთავთ ეს კონკრეტული მაინც აღჭირდებათ. არსებობს ვებსაიტი, რომელსაც ქვია netlify.com, რომელსაც ასევე Google Docs-ში ჩავაგდებ, რომ ნახოთ. აქ საჭირო უბრალოდ დარეგისტრირდეთ, ფასიანი და უფასო ვერსიაც აქვს და დასაწყისში უფასო ვერსია სრულად გეყოფათ. უნდა გადახვიდეთ dashboard-ში და დაამატოთ ახალი პროექტი. პროექტს რასაც გინათ იმას დაარქმევთ. თქვენთვის მნიშვნელოვანი არის ახლა ამ ყველაფერს ვივიწყებთ, ყოველ შემთხვევაში დროებით ამ ვიდეოში არ ვისაუბრებთ და თქვენი მიზანია რომ upload-ი გაუკეთოთ, ანუ ატვირთოთ ის ფაილი, რომელიც ახლა შექმნით. ატვირთვის შემდეგ დაფიქრდება ვებსაიტი და ნელ-ნელა აეწყობა ვებსაიტი და უკვე მე მგონი გაკეთდა კიდევაც. ეს არის თქვენი სატესტო დომენი, რომელზეც როდესაც გადახვალთ, გაიხსნება შექმნილი ვებგვერდი. ვზრდით ბრენდებს ციფრულ სივრცეში. რა თქმა უნდა, ეს ტექსტები საშინელება არის. ვებსაიტი არც ისეთი ცუდია, საერთოდ არ შემიხედავს კოდის წერის პროცესში როგორი იყო. რა თქმა უნდა, ამ ყველაფრის ცვლილება თქვენ შემდგომ შეგიძლიათ, მაგრამ ჩათვალეთ, ვებსაიტი უკვე აწყობილია ქართულზე და ინგლისურ ვერსიაზეც გადადის. შეგიძლიათ ფონტებით შეცვალოთ. ეხლა უბრალოდ სწრაფად გავაკეთეთ ყველაფერი, მაგრამ ეს არის რა ვებსაიტის აგვიწყო
ChatGPT. ეხლა რაც უნდა გავაკეთოთ, გვჭირდება რომ ჩვენ მივაბათ მოცემულ ვებსაიტის დომენი. თუ ვინმეს არ გინდათ, შეგიძლიათ საერთოდ არ მიაბათ და გამოიყენოთ ეს უფასო რაღაც მახინჯი ვარიანტი, მაგრამ გირჩევთ რომ გამოიყენოთ სრულფასოვანი დომენი. ამისთვის თქვენს პროექტში, როდესაც იმყოფებით, არის go to domain management-ში, აქ შეხვალთ. უნდა დააწვეთ add domains და უკვე ნაყიდი თუ გაქვთ ირჩევთ მეორეს. ან შეგიძლიათ თვითონ Netlify-დან შეიძინოთ. თუ ქართული კომპანია გირჩევთ რომ აქედან იყიდოთ ის საქართველოში იყიდოთ დომენი. აქ verify-ს აწვევით. და ამ შემთხვევაში თქვენ უკვე სისტემამ მოგცემთ ეგრეთ წოდებულ DNS რეკორდებს, რომელიც სიტყვისაც საერთოდ არ შეგეშინდეთ. უბრალოდ საჭირო იყო გარკვეული კოდების შეყვანა თქვენს დომენში, რომ ეს ყველაფერი ერთმანეთს დაუკავშირდეს და ვებსაიტი გაეშვას. დავაწვევით add domains. და ეხლა დაველოდოთ. ესე იგი, რას ვაკეთებთ შემდეგ? შევიდეთ აქ და setup Netlify DNS უნდა დავაწვით. დავაწვევით verify-ს, add domains. და სისტემამ მოგცემთ 4 კოდს, რომელიც უნდა შეიყვანოთ იმ ვებსაიტზე, სადაც თქვენ დომენი იყიდეთ. მე დომენი მაქვს ნაყიდი namespace.gz-ზე. შეგიძლიათ დარეგისტრირდეთ და შეხვიდეთ. სადაც გაგიხარდებათ, იქ შეგიძლიათ იყიდოთ თქვენთვის სასურველი დომენი, უბრალოდ namespace-ის საშუალებას გვაძლევს, რომ შევცვალოთ ჩვენთვის სასურველი ინფორმაცია ჩვენს დომენში. ამიტომ ეს ვარჩი ამ შემთხვევაში. ჩემს სივრცეში უნდა გადახვიდეთ. აქ მაქვს დომენი ნაყიდი joporti.com.gr. შევდივარ აქ და აქ ხდება NS ჩანაწერები. ფანქარს ვაწვევით და სხვა NS ჩანაწერებს ვირჩევთ და აქ უნდა შევიყვანოთ ის 4 კოდი, რომელიც მოგცა Netlify. და რეალურად განსხვავება არის DNS 1, 2, 3 და 4. ერთი დავაკოპიროთ, შევიყვანოთ აქ. შევცვალოთ 2. 4 და დავაწვეთ განახლებას. NS-ები განახლდა. ეხლა უნდა დაველოდოთ რამოდენიმე წუთი. ეს ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, რამდენად სწრაფია Netlify და რა თქმა უნდა ჩვენი დომენის პროვაიდერი. აქ სტატუსი მოწონდება ეხლა და როდესაც შემოწოდება თუ ყველაფერი კარგად არის, ამ შემთხვევაში გამწვანდება და ჩვენი დომენი მიეբნევა ჩვენს ძვირფას პროექტს. დაველოდოთ რამოდენიმე წუთი. შემდეგი კითხვა რაც არის ცვლილებები. მომავალში, როდესაც თქვენ დაგჭირდებათ ვებსაიტზე გარკვეული ცვლილებების შეტანა, ფაილების ატვირთვა, ტექსტების შეცვლა, არის ორი ვარიანტი, თუ როგორ შეგიძლიათ ეს ყველაფერი გააკეთოთ. ერთი ვარიანტი არის, რომ თქვენ როგორც გითხარით, მოცემული ვებსაიტის კოდი თქვენ კომპიუტერში უნდა შეინახოთ. ამ შემთხვევაში მე დესკტოპზე მაქვს joportis კოდი. მოითეს ამოვიღოთ და folder-ად დავტოვოთ. ერთი ვარიანტი არის, რომ თქვენ ChatGPT-ს უთხრათ, რომ განახორციელოს ეს ცვლილებები. ზოგადად გირჩევთ, რომ ჩამოწეროთ ChatGPT-ს API, გადახვიდეთ work-ის განყოფილებაში და დაამატოთ პროექტი. პროექტის დამატება უბრალოდ არის, რომ კონკრეტულ folder-ზე მისცეთ წვდომა. ჩვენ ახლა შევქმნით სატესტო ვებგვერდი და აი Joporti Studio-ს ვირჩევთ. Create projects მისცემთ და მორჩა ChatGPT-ს აქვს წვდომა თქვენი ვებსაიტის კოდამდე. ლოკალურად თქვენს კომპიუტერში. თქვენ შეგიძლიათ ესეთი რამ გააკეთოთ, მაგალითად ეხლა ჩვენ ვებსაიტზე რო გადავიდეთ, აქ წერია ზრდით ბრენდებს ციფრულ სივრცეში. მოდი ამას დავაკოპირებ და ჩემი პრომპტების folder-ში არის ესეთი რამე. მომავალში საიტის ცვლილება. ეს არის ჩემი მოქმედი ვებგვერდის პროექტი. არ შექმნა საიტი თავიდან, მინდა მხოლოდ შემდეგი ცვლილება. აქ დაწერეთ ცვლილება, მაგალითად სერვისში დაამატე ახალი მომსახურება, email marketing, კონტაქტში ტელეფონის ნომერის შეცვალის შემდეგით. ან რამე ეგეთი. მოვით ავიღოთ ყველაზე მარტივი ვარიანტი. შევიდეთ work-ში და ვეუბნები ესეთ რამეს. ვებგვერდის ქართული ვერსიის თავარ გვერდზე არის ასეთი წარწერა. წარწერა ნებისმიერი შეგვიძლია ავიღოთ, ამ შემთხვევაში ამას ავიღებ.
მინდა ეს ტექსტი შეცვალო შემდეგით. ჩომახას სააგენტო, მაგალითად. და ვუგზავნით ChatGPT-ს. ის დაიწყოს ფოლდერში შემოწმებას ამ ყველაფრის. იპოვის მაგ კონკრეტულ ტექსტს და განახორციელებს ცვლილებებს. ესე იგი, ინფორმაცია შეცვალა ChatGPT-მ და ჩვენ შეგვიძლია ეს ყველაფერი ავტვირთოთ ახლა Netlify-ზე, რომ ცვლილებები აისახოს ვებსაიტზე. ამისთვის უნდა შევიდეთ პროექტებში, მაგალითად ავირჩიო folders და კონკრეტულ folders ავტვირთო. Uploads გავაკეთებთ. შევალთ ვებსაიტზე და დავარეფრეშებთ. და ცვლილებაც აისახა ჩომახას სააგენტო. უბრალოდ იცოდეთ, რომ ჩვენ ახლა რა კუთხითაც განვახორციელოთ ეს ცვლილება არის მოუხერხებელი და რთული. რთული არ არის, მაგრამ მოუხერხებელია. წარმოგიდგენთ ახლა მე ლოკალურად შევცვალე ინფორმაცია კოდში და შემდეგ შევედი იქ, სადაც ჩემი ვებსაიტი ცხოვრობს და თავიდან ავტვირთე ეს ყველაფერი, რომ ცვლილება ასახულიყო. მეორე ყველაზე კარგი ვარიანტი რაც არის, არსებობს ესეთი ვებსაიტი, რომელსაც GitHub-ი ქვია. GitHub-ზე იტვირთება თქვენი ვებსაიტის კოდი, რომელთან წვდომაც ექნება ChatGPT-ს და აღარ მოგიწევთ, რომ პარალელურად რაღაცები ცვალოთ კომპიუტერში და ადვირთოთ, პირდაპირ ChatGPT-ს ეთქვით, რომ ჩემი კოდი იმყოფება აქ, თუ შეიძლება ცვლილება მან მოახდინო და შემდეგ Netlify-ზე ავტომატურად მოხდება მაგ ყველაფრის გაკეთება. ChatGPT-ს უფასო ვერსიაზე შეიძლება ამ ყველაფრის გაკეთება, უბრალოდ რა თქმა უნდა ლიმიტები არის. ფასიან ვერსიაზე თუ რამოდენიმე გიგაბაიტია ლიმიტი, უფასოზე 500 მეგაბაიტია. მაგრამ თუ თქვენი ვებსაიტი ძალიან მძიმე არ იქნება, მაშინ პრობლემა არ არის საერთოდ, რომ უფასოთი იმუშაოთ. ამისთვის ვაკეთებ შემდეგ რამეს, გადავდივართ deploy-ის განყოფილებაში და შემდეგ deploy setting-ებში. ქვევით გამოჩნდება რეპოზიტორი. ამას ჩამოშლით და აირჩევთ, რომ ახალ რეპოზიტორიზე წავიდეს ეს ყველაფერი. არსებულზე არა. აქ უნდა აირჩიოთ GitHub-ი. თქვენ უნდა იყოთ GitHub-ზე რეგისტრირებული უკვე. თუ არ ხართ რეგისტრირებული, ძალიან მარტივია. მე ახლა დარეგისტრირებული ვიყავი და ავტომატურად გაიხსნა. GitHub-ი არის აი ეს, რომლის ლინკსაც ასევე ჩაგისვავთ Google Docs-ში. აქ უბრალოდ რეგისტრაციას გავიგებთ და პირველ დაკავშირებაზე შეიძლება permission-ები მოგთხოვოთ უბრალოდ. Create repositories მისცემთ. ყველაფერი მოგვარებული. ეხლა რა გვჭირდება? აქ მოგვცა გარკვეული ლინკი იმან Netlify-მ და გვეუბნება, რომ აქ არის შენი კოდი ატვირთულიო. და მაჩვენებს ყველაფერს. მე ახლა მივიდივარ ChatGPT-სთან, ChatGPT-ის აპლიკაციასთან, გადავდივარ setting-ებში, ვეძებ აპლიკაციებს და აქ უნდა გქონდეთ GitHub-ი ჩამატებული. თუ არ გაქვთ, შეგიძლიათ ეც დააწვეთ და ჩამატოთ აი ეს აპლიკაცია. აქ უბრალოდ შეხვალთ და connected რო წერია, გააკეთებთ reconnect-ს. თქვენ გადაგიყვანთ GitHub-ზე, ChatGPT-ს გახსნის და finish connection-ს დაგიწერთ. ჩვენ ახლა რაც გვჭირდება არის ის, რომ შევიდეთ ჩვენს chat-ში, შეგიძლიათ სრულად ახალი chat-იც კი გახსნათ და ეგეც პრობლემა არ არის. დააკოპიროთ აი ეს კოდი რეპოზიტორი, რითაც უბრალოდ მიანიშნებთ ChatGPT-ს, რომ ეს არის ჩემი ვებსაიტი, მაგრამ ერთხელ რო ეტყვით, მეორედ უკვე საკმარისია იცოდინება. ვუგდებთ ამას და ვიმოვით გამარჯობა. თავარ გვერდზე არის ასეთი ტექსტი. ისო ჩომახას სააგენტოს მივადგეთ, მოდით. მინდა ეს ტექსტი შეცვალო. შემდეგით. საუკეთესო სააგენტო საქართველოში. თუ ფასიანი გაქვთ, რა თქმა უნდა, medium-ი და high საკმარისია. თუ მარტივ ცვლილებებს აკეთებთ, როგორცაც ეხლა რომ ტექსტებს ვცვლით, ინსტანტიც კი საკმარისია GPT-ს.
ამიტომ თქვენზე არის ეს ყველაფერი დამოკიდებული. კოდს რო წერ ხოლმე, გააჩნია კოდის წერას ჰაიზე მაქვს ხოლმე, ამიტომ თქვენს ნებაზე არის დამოკიდებული. უпростоრად თუ მარტივ ცვლილებას აკეთებთ, ინსტანტით საკმარისია. მოდით გავუგზავნოთ. აქ გეტყვით, რომ work-ში ჯობია განაგრძოთ ეს ყველაფერი ChatGPT-ის აპლიკაციას work-ის განყოფილებაც აქვს და საქმეს მაქედან უფრო აკეთებს. მსგავს საკითხებს. დაიწყებს GitHub-ის კოდის ძებნას და ცვლილებებსაც შეიტანს. ესე იგი, კოდი განახლებულია. შეიძლება იმ წამსვე არ აისახოს, მაგრამ დიდ დრო არ სჭირდება. ჩვენ შეგვიძლია შევიდეთ ჩვენს ვებსაიტზე და ნახოთ რამდენად მოხდა ცვლილებები. უკვე აისახა საუკეთესო სააგენტო საქართველოში. მანამდე როგორც გახსოვთ, ჩვენ დომენის მიმავ ვცადეთ ჩვენს ამ AI-ით დაწერილ ვებსაიტზე და ჯერჯერობით ეს ყველაფერი შემოწმების პროცესშია. ამ ყველაფერს სჭირდება 15 წუთიდან 24 საათამდე, რამოდენიმე საათი შეიძლება დაჭირდეს. და უკვე მოხდა ეს ყველაფერი. მოდით გადავიდეთ ჭოპორტი.com/g-ზე. ჯერჯერობით არ არის ეგრეთ წოდებული SSL სერტიფიკატი HTTPS-ი, რომ ესე არ გააწითლოს Chrome-მა, მაგრამ შეგვიძლია მაინც შევიდეთ და ვნახოთ. ჯერჯერობით ბოლომდე არ არის დაკავშირებული. ამიტომ ჯობია რომ დაველოდოთ. კი ბატონო, ეს უკვე შემოწმდა. მეორე ნაწილის შემოწმებასაც ველოდებით. და საბოლოოდ თქვენი დომენი მიებმევა. კარგი რაც არის, თვითონ Netlify-ის შესაძლებლობა აქვს, რომ თქვენი ვებსაიტის SSL-ი უფასოდ დაგიყენოთ, რის საშუალებითაც Google-ი ასე ვთქვათ არ დაგბლოკავთ და თქვენ ვებსაიტის შესვლა იქნება უსაფრთხო და არ გააწითლებს ახლა რაც დაინახეთ. უბრალოდ ჯერჯერობით მოწონება ისევ ეს ყველაფერი, ისევ უფასო დომენზე ვიმყოფებით, მაგრამ 24 საათის შემდეგ უკვე ჭოპორტი.com/g-ზე რო გადახვალთ, შეგიძლიათ იხილოთ მოცემული ვებსაიტი. ამ ვარიანტს დავტოვებ 24 საათი შეგიძლიათ შეხვიდეთ და იგრიალოთ მოცემულ ვებსაიტზე. ეს იყო და ეს მეგობრებო, რის ჩვენებაც მინდოდა. იმედია მარტივად ავხსენი ყველაფერი. ყველანაირ დეტალს ჩავსვავ უშუალოდ Google Docs-ში. ასევე ცალკე ისიც მაქვს პრომპტები შეცდომის გასწორებაზე, SEO აუდიტზე და ყველა დეტალი რაც დაგეხმარებათ ვებსაიტის ძალიან მარტივად გაშვებისთვის. Netlify-ის უფასო ვერსია როგორც ხედავთ საკმარისია, მაგრამ რაც უფრო მეტი მოგინდებათ და წინსვლა, რა თქმა უნდა, ფასიანის კიდევ მოგიწევთ. უბრალოდ ეს ვიდეო იმისთვის არის, რომ ვისაც ცოდნა არ გვაქვს, თანხა არ გვაქვს და ჩვენით გვინდა ყველაფერი გავაკეთოთ, შეგიძლიათ მარტივად დააწყოთ თქვენთვის სასურველი ნებისმიერ ვებსაიტი. მომდევნო ვიდეოებში უფრო კომპლექსურ დეტალებს დავამატებ, მაგათაც გადახდის სისტემის ფირმა, უფრო კომპლექსურ ვებსაიტსაც ავაწყობთ, რაც რა თქმა უნდა შესაძლებელია. უბრალოდ ეს იყო ყველაზე მარტივი ვარიანტი. დიდი მადლობა ნდობისთვის და მომავალ შეხვედრამდე.